დარიჩის რა უნდა კაცი ამიტომ ლანდიდან ის რომელ შევიჯამა შევიჯამა მე მეხათაები შენი ჯეჯაკი ბიჯო დევიღა გამორთე მაგის დედავატირე გამორთე ამჩე მე მეყაი შენი ჯეჯაკი ბიჯო არა გეუნე მე შენ აქვს უნდა ჩამოსაკიდებელი ჩამოსაკით საჩამეიგიდე ბიჯო დაარტყამ ზევით პატარა იმას ტოჩკას და არა ჩვენ უნდა დასადგან მეგობრებო შამაგვეხმიანეთ ანათებდეს იმერული ვაიბები ხო შამაგვეხმიანეთ ერთი გვინდა რომ დავკიდოთ რა ქვია მაგას ბიჯო რა ვინე ნეონური განათება ეს წარწერეთ იმერული ვაიბები და ვინმე თუ ის კაი კომპანია ან რაღაცა ან ჩვენ გუმაზავთ ან იგამოგვიმაზავს რაღაცა გავაკეთოთ გითხარით გამარზა ვიჯო გითხარით და გადავიხდით გითხარით როგორ გავაკეთოთ რა მეგა 9 საათს დღეს რა გვაქვს დიანა ტრაპაიძესთან და რა იდიოტი ხარ დღეს ვართ მეგობრებო მუჭაში აი შაშობი ვიჯო რა დვია მაგაში აუ ბოდიში ტელეფონის ნომერი დავფარა ესა შაკვეთილი ვიდეო შაკვეთილი ვიდეო დღეს გამოვიძახეთ მუჭა გვაქვს მთიულური ხინკალი ქალაქური ხინკალი ჭაპური ლობიანი და კუდა მდიდრულია ჩვენი ცხოვრება დღეში ჯიჭავ ხინკალს აუ მეგიც ჩემო ძიფასო ტელე მაყურებლებო და YouTube რადიო სენელი პატარა შეგვეშალა ამ დღეებში ხელი და ვიდეო ვერ და გამოსწორდებით აწი რა ნამდვილად გამოსწორდებით ლუკა დღევანდელი შენიჩება რა იქნება ეს ხო დავნერგეთ ჩვენი კომბინაცია მე ახლა ვიფიქრებ მოდი კუბდარით და შენ იფიქრე და მე მანამდე ვიფიქრებ ხო თქვი კაცო ახლა არ ჩამოთვალე არა კი ჩამოთვალე რა ჩამოთვალა მეგობრებო ძალიან გთხოვთ აერობიკაზე არ წახვიდე თორე ასე დადებილდები თქვენს რა აი მე ვიტყვი სანამ გიგი გაჭრის ხო თქვით და გვექნება რო არ იყოს მე რო არ იწუწუნოს იმან ედიტორმა ედიტინგიო ო რა ქალაქური ხინკალი მთიულური ხინკალი კაი ხაჭაპური კაი ლობიანი და კაი კუბდარი კაი ფასების იყოს ფათაშორის ფასები რა ასეჩი კუბდარის ფასი ახლა დიდად კუბდარი ღირდა 19 ლარი მე მგონი თუ ნაღდი ხორცი არის ეგი დამიყარე და რა ვჭამო მეცა გაჩერდი გაშალე აჰა всё გადანაწილი რა რა ფერაც იყო ეს აჰა ეგა ნამხოთ აი მე კუბდარი მაგ ნაჭამში მესტიაშიც და უშგულშიც ამიტომ ვიქნები მაქსიმალურად არ ვიცი მაგრამ ხორცი კარგად არ არის გადანაწილებული საკიდანვე ეთყობა მე პირველი შენიშვნა მაქვს უკვე მითხარება მე რა მითხრა სულ ფიქრობ რომ მაინც ხელსახოცი უნდა მოაყოლონ ნუ ძირითადად ფიქტიურად მოყვება ხოლმე ეს 1-2 არის მაგრამ ეგ ფიქტიურიც არ გვაქვს შეიძლება სადმე იდოს არ ვიცი მოები თამაშობდა პირში სერიალებდა ლუკა რა სიტყვი კუბდარზე რა ცხავ 2-3 კუბდარზე ვიტყვი რომ კუბდარის ბიძაშვილივით არის რა ცუდი არა მაგრამ კუბდარიც არ არის მე ვთქვი რომ კუბდარი მაქვს ნაჭამი მესტიაშიც და უშგულშიც ვიქნები მაქსიმალურად კრიტიკული თქო აქედან გამომდინარე კუბდარი კეთდება დაკებილი ხორცით მე ეს გატარებული რაღაც აი საკ ზედმეტად ძალიან საგმას ზედმეტად არ იყოს და ცოტა მომჟავე ხო შავე იგზნო ნუ ცუდი არ არის ქალაქური კუბდარია ერთი სიტყვით რა ნუ უკეთესი შეიძლებოდა რა თქმა უნდა ის დავამუშავებ ახლა მე ამას კიდევ ვიდეოს გარეთ ისა სად არ აქვს მეგობრებო ეს გითხარით რა ბომბიას ხილვა კიდევ თუ გინდათ ვიდეოში კარგი ხანი არ გამოჩენილა რა გინდა შენ გინდა მე რო შობლევაში აჰა აცალკე გადაცემა მიუძღვნათ ბომბიას მოკლედ 10-დან 9-ვარს დავწერდი არის 6-იანი პლუსით 19 ლარის პირობებზე მაინდა ასე არა ოპა კარგად გამეიყურე ხაჭაპური ლობიანი ასალეთ იწუთე ბიჭო აი ლობიანი რა ის კრიტიკოსობა უნდა ლობიანი და ხაჭაპური ვერ გაუჩევი მართალი ხარ მართალი ამის ფას კი არ მახსოვს ცომი კაი ტექსტურა მომწონს მომალია
დროშა ვერ დაკიდენ, ნაჭიერი არ ეყოთ. არა რა, სალფეტკი აკლია რა. ნამდვილად. ლობიანობდა მე თუ მკითხავ რა. თან ხო იცი მე ლობიანებში ვარ ექსპერტი. ლობიოლოგი ხარ შენ განხრით ხო? შეიძლება ასეც ითქვას. ლობიანი შემიძლია ვჭამო ყოველდღე. ბიჭო რა არის იცი? ახლა ჩვენ ეს გადაწურული მით იყო წყლით გაკეთებული თუ არა, სულ რაღაც 1 საათში გავიგებთ ყველაფერს. 2 საათში. აი არჩენი 3 იყოს. 3 საათში მეგობრებო გვეცოდინება გამოცდილი წყლით იყო გაკეთებული თუ არა. გემოებში იჯდა. აი ემოქონდა სხვადასხვა. მე ბიჭო გადაცემაში ესე გადაცემა YouTube-ს არ უხდება რა. არა უხდება. გადმოცემა. გადმოცემაში ვინმე მოდი ჩვენ დავარქვათ სახელი გადმოცემა. გადმოცემა ჩვენ იმერული ვაიბების გადმოცემა. კი ბატონო. ეს იყოს გადმოცემა ნომერ 1. გადმოცემა სათაურში ასე. გადმოცემა ნომერ 1. ვინ მოვიყვანოთ სტუმრად დაგვიწერეთ კომენტარში. ხო, ამ ხელა სტუდია გვაქვს ბოლო-ბოლო. აგერ ახლა ვიღაცა გამოჩდება, კიდე გვეტყვის აქ და გიდგამთო. განათებასო ნეონურსო. ხო, შენ ცოტა ახეთ ჩეიჩოჩი, მე ახეთ ჩეიჩოჩი და შვაში ერთის გამ ჩეინო, ოღონ პადეცონო სკამი წავიღო. ვიცი ხდება? სკამი თუ მეწამევიღე ახლა. იქნები დღეიდან ზურგით. და ჩვენ დავამატეთ ახალი ჩელენჯი 100.000 გამომწერზე ლუკა შემოტრიალდება, მანამდე იჯდება ზურგით. გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი მეტი, უკეთესი და მსგავსი და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის კონტენტისთვის. იმერული ვაიბები მუდამ თქვენ გვერდით. ლუკა შემოტრიალდი ახლა. შევედით 100.000. მოდით. მინდა უმინდა. აი. მოგლეთ, ლობიანი იყო, კაი. მე მეწუნა ლობიანი. დავწერდი გამართულ 8 ქულას. ნახევარი იყოს. მე ლობიანი არ მიყვარს? მე მიყვარს. და 2 ნაჭერი შევჭამე. ეგდო ახალობაში. ხაჯაპური. მე ამ საზღვრობას ვერ უყურებ და ამიტომ ლანდი გადის ვიდეო აგერ ხედავ ფარდაში. რომ მორჩევი ჭამა შემოbrunde. კაი ბიჭო, კაი ხაჯაპური. შემოტრიალდი. აუ რა სუნია, ხი. სუნი? გადააგდე იქ. მაგადა, ჩაჭმეზე, მაგადაგდეს თქვენ რო შეიძლება. ყლით არის გაძეძგილი, მაგრამ კაი, ჩადევი ყუჩი სუნი არა მოდიოდა იქიდან. შევაფასოთ რა, ერთი სიტყვით რა ვთქვა. სომით ხელი, გემოც, როგორ გემოქონდა ისი? ნაყიდი ყველის გემოქონდა. ჩქარა გადავიდეთ და ეს მე მგონი რაღაცა დახურია ხა თუ რა ავდგეების. აი ამდგარია რა ხა? 22 ლაიქი რაღაცა ეგრე გინდა რა მონათდება სწორი ფასი და ნუ ვერამართლებს იმედებს რა, მასაც 7-იან საუწელი. ლობიანი 12 ლარი ღირდა კაი იყო. ვისაც გინდათ მეგობრებო იყიდება სუბარიკი იმპრეზა. ხო, 2014 წლიანი ამონათდება აქვს მთლიანი ეკრანზე სურათი. წაეხმიანეთ იმ კაი პიროვნებას და გვიკავშირდა და უნდა გაყიდვა მანქანა. ძალიან კარგი მანქანა, მოლილი, ახალ ჩამოსული და აბა თქვენ იცით, არინანებთ ნამდვილად რა. თუ პირველ სუბარიკი არ გაიყიდა, მაშინ გავათამაშებთ ლუკას მანქანას. აი ეს რა არის? გასხენი მთიულური. აი იგი რომ მე ჰორი და არის და ჰორი და აჰა. ცოტა მაგაია. წინა ხინკას შეხედავ რა ჯობია 1000 დაითვალე რა დაგვაგლოდი. ო მეიცა კი გვითხრე ნახანი გემრიელად მიირთვითო რა მივირთვათ. ჩვენ მირთმეული გვაქვს ყველას ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. 10-ია ნამდვილად. აი? ყოველ 10 ხინკალი არის პროსტა ძვირიღი. არ ვიცი ძვირიღის თუ რა არის, მაგრამ კარგად გამოიყურება. მე იცა, საკონელო. რაღაცა ის იქნება ტახუნის გემო თუ რაღაცა ხო? ამას შერო უშვებიან შინ რა ქვია. დარიჩინს რა უნდა ხარი. ბიჭო არა, კაია რა უნდა ჩამოვიდეს. მოიცა. აი მოდი შევეჯიბროთ. უნდა ვინ მოაწყე შე პატარა ჩელენჯი გავაკეთებთ ლუკას აქ ნახევარი ხინკალა მე მთლიანი ხინკალი დაიჯერა. რაღა იგი გადაიყრა და რაღა კიკუს პროდუქცია. რაღა ბლოკი გარშე პირდავი დავარდა კუძეზე. აი ხინკალია. შევწევ. რაც არ ეშლებათ ხინკალია ნამდვილად. ფორმა იდეალური, ხორცი კაი. ის რო ვიყოთ ბიჭო რა ქვია ცოტა ცომი არის ძალიან კაი. ცომი არის უფრო ინდუსტრიული ცომი არის ხო? მოკლედ ხინკალი მთიულური, ეს წვანის გარეშეა მთიულური. ცუდი არ არის, უკეთესიც მიჭამია, სტანდარტული ხინკალია, კარგი. გავითვალისწინოთ რომ მე მთიულური ხინკალი არ მიყვარს, რაც უნდა გასაკვირიყოს, მაგრამ ეს კაი ხინკალია, მეწუნა ძალიან. მაინც პლუსებს დაუწერდი, ნამდვილი 8 ქულა.
ძალიან კარგი იყო. შეზავებულიც კარგი იყო, რაღაც სიმჟავის გემოც კარგად მოდიოდა. ხინკალი იყო კაი. თეოლორი დიდი პტიჩკა ჩემო. და რეკომენდაცია. კულმინაციური მომენტი. ხინკაშ ხელი თუ ნაბჭამო და საფერტი არ მოვა. ის გასათვალისწინებელია რომ არ მოვიდა გახეული. გახეული არ არის ხო? პროსტა შეეკრა ერთმანეთს. შენ მე მეღადაები, შენი ჯეჯაკი ხო? ხათაკნა ბატონ გრიშას. ბატონ გრიშა არ გვაგინა ეს ხუმრობით იყო? ხალაშორს ახალი გადაცემა. საკრაფტი გათურაც ხა? იმათიც გადაცემა თუ იმათიც გადმოცემა? იმით გადმოცემაში ვარ ჩვენ. ხო, გადმოცემა ჩვენია. გადაცემა იმათი. ყველანაირ გადაცემა შემოვარდა YouTube-ზე სხვათაშორის ძალიან წარმატებულად და მე მომეწონა გივის სიხარულიძესთან პატარა ეტიუდი. კი. სხვათაშორის და იუდ 15 პიროვნებიდან ერთ-ერთი არის გიგი. ხოთ სარკასტიკიდან შემეხიანეთ ის 15 პიროვნებიდან ერთ-ერთი არის გამოქცეული. ესაა მთავარი. აწიეთითი სანავადი დაო რა ვიცი. ადი თქლის ახლა კიდე. კაი ხინკალზე გადავიდეთ. მაგრამ ისიც ვთქვათ რომ ჩვენ მაყურებლები ჯობი ვართ რა თქმა უნდა გამომწერებით ძალიან ბევრი ყავს, ამიტომ კიდე თუ გინდათ რომ ვაჯობოთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და ლუკა შეახსენე რა ჩვენი მიცემული პირობა ამ პოდკასტზე 20000 გამომწერზე წავალთ აზიაში. მანამდე კიდე თუ გინდათ რაღაცა 5000-ს 10000-ს რაღაცა ჩელენჯი დაგვიწერეთ თუ მეტი 5000 არ მცალია წყალტუოში მიდივა 5000-ზე წავალთ წყალტუოში არა ეს ხუმრობით დაგვიწერეთ სხვათაშორის რომელსაც მეტი მოწონება იქნება ავარჩევთ ცივია გავითვალისწინოთ რა გავაგზავნოთ ერთი ამით იღავს ინჯოც სიმონა პირისით ბოდიში შავი პიმპილათი ლინგვისტური ამბებში მეშლება რა რაღაცა შენ პერიცა გიყვარს პერიცა აკნა არა გიყვარს არა არ მიყვარს შენ მე მგონი ძალიან ცუდ შეგონებისკენ მიდიხარ დღეს აღარ იკრავს იცი ვირო არის ვირო მაინდა-მაინც ისეთი ცხელი აუცილებლად კარგი იქნებოდა ცივიც არ არის ძალიან ცუდი მაგრამ ეს ჯობდა მაგის თვამდე ახლა თეოლორი ჯობია ნუ ბევრად არა მაგრამ თეოლორი ჯობია ანუ კარგად ჯობია რა ანუ გავითვალისწინოთ რომ ეს მოვიდა ჩვენს აქ ვალოდინეთ რაღაცა გემოზე ცუდი არ არის მაგრამ დაახლოებით 2 ლარი და 19 რაღაც აქ ძალიან წინ ზედმეტად რა ხო რაღაცის გემოა ძალიან ზედმეტად სხვათა შორის პორციაც არ არის პატარა არა პორცია არ არის პატარა შეხედავ ხინკალს გავს ცომიც კაია ყველაფერი კაია ცომს ოდნავ დავათხელებდი არა მე როგორც არის ესეთი ნახე რატო შეხედე დაგვირდი აქ ნაჭამი რო არის შუაში მე ძალიან თხელი რო არის რომ მოდის იხევა ხო კი მაგრამ ახლა რას ვამბობ იცი მე მგონი არ ვიცი სწორად ზოგადად ასე ყუთებში რო დებენ ცოტა საკლებენ იმის გამო რომ გზაში კიდე ეს ორთხელი რაღაცა აქ ეთყობა რომ შუაში ეგრეთ წოდებული მოხარშავა და ისინი რა ეგრე უნდა იყოს რა უნდა დააკლდეს მოხარშვა ძალიან მოხარშული რო იყოს მე ამაში კი არის ხარშა უკვე ზედმეტად იხარშება იგე მართალია მე ვერ ჩამოყვები თქვენ მოხარშვებში და რაღაცებში კომპეტენტად გასინჯვებში თეოლორი ხინკალი მრჩენი მიუხედავად იმისა რომ მე ქალაქური ხინკალი უფრო მომწონს კი ბატონო კი ხინკალზე გამახსენდა სპორტული სიახლე ხინკალს და ლუცუ ხდება სპორტი ხო წყალტებო სამგურალი დინამო ბათუმთან დაზავდა ერთ-ერთი მატჩი ვერ დამარცხდა მაგრამ ვერც გეიმარჯვა ხო შეცხე მარცხდებოდა მაგრამ პატარა ჯუჯიკავას ბიჭემ ჰაბუჯო იქანე ერთი ბრაზილიელი ყავს მეორე ბრაზილიელი იქანე ბრაზილიურად რაფერად ჩობოდნენ იმაზე რა ქვია დრიბლინგი ქვია მაგას კოპაკაბანას ნაპიროზე თუ კოპაკაბანა ბრაზილიაში როა რა მოკლეთ რა კეტრაგები რა თამაშობენ რა ეს ნაპიროზე მაგით დაღამასო დაღამარტო ფურაკი ბრაზილიის ნაპიროზე რა ასე ბურთავები მოც მასეთი ბურთავობით ჩააჭოდეს და გლიჯეს რა მაგრამ ვინ გაიტანა უთი არის მე არ გამიტანი აგერ ვიჯექი ვიცი მეც ეს სპორტული სიახლე ახლა გადავიდეთ ხინკლის შეფასებაზე არა ერთ სიტყვით ვთქვათ ამ ობიექტს ნამდვილად ეკუთვნის მყარი 7-იანი 7.5-ს დავუწერდი კი საერთო ჯამში კი და საერთო ჯამში ობიექტს დავუწერდი მე 7.5-ს როგორც თქვი შენ
ხო, ну 8 შეიძლება რა. დღეს კოუჩური ჩართულებები არ ქონია, მაგრამ დაპირებისამებრ ვიდეოს ფოტოს ლუკა მოგცემთ დღის რჩევას, კვირის რჩევას. ლუკა, ბრძანა? ეს იყო თამა.